მოგესალმებით, ეს 20-ია, მე მაკა ცინცაძე ვარ. უსამართლობაა დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რაც მას არ დაუგეგმავს. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. როგორ უნდა მოიქცეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, რომელსაც ეჭვი-ეპარება ზემდგომის ბრძანების კანონიერებაში და რამდენად უპასუხებს საზოგადოების მოთხოვნებს სპეცრაზმი, რომელიც ბრძანების შესრულების ნაცვლად მისი მართებულობის შესახებ დისკუსიას დაიწყებს. ამ და სხვა შეკითხვებზე გადაცემის მეორე ნაწილში 20-30 სტუმარი გენერალთა კლუბის თავმჯდომარე კობა კობალაძე იქნება მანამდე კი დღის აქტუალური თემების მიმოხილვა 20-30-ის წევრებთან ერთად. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის მეოთხე კვარტლის შიდა ტურიზმის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ვიზიტორთა დამოკიდებულება მომსახურების ხარისხის მიმართ. რა ვითარება არის შექმნილი საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში, ამის შესახებ უკვე 20-30-ის წევრი ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ისაუბრებს. მიხეილ, როგორია დარგში შექმნილი ვითარება ტურისტულ ნაკადებთან დაკავშირებით? ძალიან ხშირად მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილზე მიღებული სერვისით. მოგესალმებით მაკა. ირკვევა, რომ შიდა ტურისტთა 84% მიღებული სერვისით კმაყოფილი დარჩა. უკმაყოფილოა ტურისტთა 1.4%, ხოლო ნეიტრალურადაა გაწყობილი 11.8%. ამასთან მესამე კვარტალთან შედარებით 4% არის შემცირებული კმაყოფილ სტუდენტთა რაოდენობა. დაახლოებით 9% არის გაზრდილი უკმაყოფილოთა რიცხვი. გარდა ამისა, გამოქვეყნდა მონაცემები იანვარ-თებერვალში უცხოურ ვიზიტორთა რაოდენობის შესახებაც. 2015 წლის იანვარში ვიზიტორთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა, ხოლო თებერვალში კლების ტემპი შემცირდა და ვიზიტორთა რაოდენობა მხოლოდ 1% დაიკო. ტურისტული ნაკადების შემცირება ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოსვლელთა შემცირებამ განაპირობა. როგორც ვხედავთ, რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება ტურიზმზე მეხსეულად აისახა. შეინიშნება ტურისტული ნაკადის მცირედი კლება, თუმცა თუ 2015 წლის იანვარ-თებერვალს 2013 ან 2012 წლებს შევადარებთ, 2013 წელთან შედარებით ზრდა არის 5%-ით, 2012 წელთან შედარებით კი 50%-ით. მიხეილ, როგორ აისახა ტურიზმის დინამიკა ქვეყნის საერთაშორისო შემოსავლებზე და როგორია სამომავლო პროგნოზი? 2013 და 2014 წელი შემოსავლების თვალსაზრისით მეტად ნაყოფიერი გამოდგა. 2013 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან სუფთა შემოსავალმა 1.425 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 270 მილიონი დოლარი დაღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. 2013 წელსა და 2014 წლის სამ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან უფრო მეტი სუფთა შემოსავალი მივიღეთ ვიდრე 2012, 2011 და 2010 წლებში მთლიანად. 2003 წლიდან 2011 წლის ჩათვლით საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა სუფთა შემოსავალმა 2.212 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ, როდესაც 2013 წელს და 2014 წლის 9 თვეში 2.600 მილიონზე მეტი შემოვიდა, ანუ 18%-ით მეტი. ჯერ 2014 წლის მეოთხე კვარტლის შედეგები დათვლილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ამ პერიოდში საქართველოში უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდა, ვიდრე 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში. ესე იგი, შემოსავლები გაზრდილია. მინიმალური გათვლებით 2014 წელს სუფთა წლიური საერთაშორისო ტურისტული შემოსავალი სულ მცირე 1.475 მილიონი დოლარზე მეტი უნდა იყოს. შესაბამისად, 2013-2014 წლებში უფრო მეტი სუფთა შემოსავალი დაგვიფიქსირდება, ვიდრე ეს მოხდა 5 წლის მანძილზე 2008-2012 წლებში მთლიანად. წელს ჩვენ თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მემზადებით, რაც ტურისტთა რაოდენობას აუცილებლად გაზრდის და 2015 წლისათვის მთლიანობაში ტურისტული შემოსავლების ზრდას უნდა ველოდოთ. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში 20-30-ის წევრი ეკონომისტი მიხეილ დუნდუა საუბრობდა და დღეს კიდევ ერთი თემა. პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების აუცილებლობაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. მე როგორც ერთი კონკრეტული მოქალაქე პარლამენტის წევრი ვიზიარებ ამ პრინციპებს. ამასობაში ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ ამ პრინციპების შესაბამისად უნდა მოხდეს კონკრეტული მოდელების შემუშავება. თემაზე 20-30-ის წევრი ცოტნე ზურაბიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ცოტნე, რამ გამოიწვია ამ თემის გააქტიურება, რატომ გახდა ეს ცვლილება აქტუალური მაინც და მაინც დღეს? მოგესალმებით. თუ გვინდა რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს, აუცილებელია ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს თანასწორი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში ამომრჩევლების ხმებს შორის სხვაობა 15-20%-ს უნდა აღემატებოდეს. ჩვენი კონსტიტუციით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნიშნავს ერთ ოლქზე ერთ მაჟორიტარს და იმ ვითარებაში, როცა ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა მკვეთრად განსხვავებულია, გამოდის, რომ ამომრჩევლის ერთ ხმას სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა წონა აქვს. მაგალითად, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 5000-ია, მაშინ როდესაც გლდანში 132.000 ამომრჩეველი ფიქსირდება. ლენტეხში 6000, ხოლო ქუთაისში 153.000-ზე მეტი, თუმცა თითოეული ეს ოლქი თითო მაჟორიტარს ირჩევს.
რა თქმა უნდა, არსებობს ქვეყნები, სადაც მსგავსი სისტემა მოქმედებს, მაგრამ იმ ქვეყნებში ორპალატიანი წარმომადგენლობითი ორგანოებია, ჩვენ კი როგორც მოგეხსენებათ, არ გვაქვს ორპალატიანი სისტემა. შესაბამისად, როგორ მოდელზე შევაჩეროთ არჩევანი, ეს უკვე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის თემაა. ცოტნე კონკრეტულ მოდელზე შეთანხმების შემთხვევაშიც არსებული სისტემის გასაუქმებლად აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. საინტერესოა თუ გაქვთ ინფორმაცია, მოხერხდება თუ არა მომავალ არჩევნებამდე ამ ცვლილებების გატარება. მაკა საჭიროა არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები, არამედ ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაშიც და ეს ყველაფერი უნდა მოესწროს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე 1 წლით ადრე. ეს კანონის მოთხოვნაა და საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ერთვიანი საჯარო განხილვების შემდეგ პროექტი პარლამენტში შედის, კანონმდებლებმა ის 2 ვოტომით უნდა მიიღონ, 3 თვიანი ინტერვალით სხვადასხვა სესიაზე და მხარი მინიმუმ 113 დეპუტატმა უნდა დაუჭიროს. ანუ იმისთვის რომ მომავალი არჩევნები ახალი სისტემის შესაბამისად ჩატარდეს, ცვლილებებმა კანონის სახე ყველაზე გვიან მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა მიიღოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო კომისიისთვის ცვლილებების პროექტის პარლამენტისთვის 2014 წლის 1 სექტემბერს წარდგენის ვადა, რომელიც უკვე ორჯერ შეიცვალა. ჯერ ეს იყო 2015 წლის 1 მარტამდე, ხოლო 19 თებერვალს მიღებული ცვლილებით 15 სექტემბრამდე გადაიტანეს. ანუ მიმდინარე წლის 15 სექტემბერი ეს არის ბოლო ვადა იმისთვის, რომ ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში საქართველოს კონსტიტუციის გაუმჯობესება მოხერხდეს. რადგან ცვლილებებს ჭირდება ორ სხვადასხვა სესიაზე დამტკიცება, ეს შესაძლებელია და გამოსაყენებელია ამისთვის საშემოდგომო სესია და 2016 წლის საგაზაფხულო სესია და მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს და ამ ცვლილებების მისაღებად საკმარისი უნარი და შესაძლებლობა აღმოაჩნდება. ძალიან დიდი მადლობა. ცოტნე ზურაბიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში 2030-ის წევრი და დღეს კიდევ ერთი თემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებას განაგრძობს. ქართლისა და კახეთის გარდა შემოწმებულია ყველა რეგიონი. სამინისტროს ინფორმაციით ჩატარებული შემოწმების შედეგად 20 კლინიკამ შეწყვიტა ფუნქციონირება. დეტალებს კი უკვე პირდაპირ ეთერში რამილია ალიევა გაგაცნობთ. რამილია, რა გახდა ასეთი მასშტაბური შემოწმების მიზეზი? მოგესალმებით. ჰოპსინგსის უნივერსიტეტის და შიცის ცენტრის მიერ ჯერ კიდევ 2008 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით საქართველოში დაახლოებით 200,000 ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული, რაც მოსახლეობის 6%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სახელმწიფო წლების მანძილზე ამ პრობლემის მიმართ ყურადღებას არ იჩენდა, ეს მაჩვენებელი ეროვნულ კატასტროფად შეიძლება მივიჩნიოთ. წლების განმავლობაში მოშლილი იყო პრევენციული ღონისძიებების სისტემა, არადა სახელმწიფოს გაცილებით იაფი უჯდება დაავადებათა პრევენცია ვიდრე ავადმყოფ მკურნალობა და რეაბილიტაცია. კარგია, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო პრევენციული ღონისძიებების მართვა და სწორედ ამ ფარგლებში ხორციელდება სტომატოლოგიური კლინიკების ამჟამად მიმდინარე მონიტორინგი. პრობლემა კომპლექსურია და C ჰეპატიტის როგორც დაავადებების ელიმინაცია თანაბრადაა დამოკიდებული პრევენციაზე, დაავადების დიაგნოსტიკაზე, სამკურნალო საშუალებებზე. მინდა მაყურებელს ყურადღება მივექციო ტერმინ ელიმინაციას, რაც სამედიცინო და ბიოლოგიური განმარტებით გარეთ გატანას, მინავლებას გაქრობას ნიშნავს. ასე რომ ნათლად იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს მიზანი, ქვეყანაში დაავადება C ჰეპატიტის სრული გაქრობა. რამილია, მონიტორინგი მხოლოდ სამკურნალო ცენტრებს უტარდებათ, თუ ის შეეხებათ ისე დაწესებულებებს, სადაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მაღალია სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკი. მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდება 1700 რეგისტრირებული სტომატოლოგიური კლინიკა, ასევე არარეგისტრირებული კლინიკები, სილამაზის და ტატუ სალონები, სავანყოფოს ეზოები. თუ კი დრო გვაქვს, კიდევ ერთი ინფორმაციის შესახებ მოგახსენებთ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპრილის ბოლოს ამერიკული მხარესთან გაფორმდება ხელშეკრულება C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე. კომპლექსურად იქნება გამოყენებული ახალი პრეპარატი ჰავრონი, რა შემთხვევაში ავადმყოფს ინტერფერონი აღარ სჭირდება. გამოქვეყნდება პროგრამა პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებით. სამინისტროს განცხადებით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში 2030-ის წევრი რამილია ალიევა საუბრობდა და დღეს კიდევ ერთი თემა. სტუდენტების მოთხოვნის მიხედვით სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად უნდა ჩაითვალოს, რაც შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას გულისხმობს. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართა. თემაზე 2030-ის წევრი სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის დამფუძნებელი ტიკო ნიბლუშვილი ჩაგვერთვება. ტიკო, კონკრეტულად რა სიტყვენ სტუდენტები, რას გულისხმობს თქვენი ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადება?
მოგესალმებით, მანკა დიდი მადლობა თემით დაინტერესებისთვის. სტუდენტების მოთხოვნა გულისხმობს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომ სტაჟიორი გახდეს შრომის პროცესის მონაწილე და მისი შრომა კონკრეტულ ორგანიზაციაში ჩაითვალოს სამუშაო გამოცდილებად. ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით დამსაქმებელი კანონმა უნდა დაავალდებულოს, რათა მან სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი გასცეს და ამასთანავე სტაჟიორს შეასწავლოს კონკრეტული უნარჩვევები. მოქმედი კანონმდებლობა დამსაქმებლის აღნიშნულ ვალდებულებას არ აკისრებს სამწუხაროდ. შესაბამისად არსებობს საფრთხე, რომ სტაჟიორი, რომელიც პირნათლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, შესაძლოა სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დარჩეს. დღეს ყველაფერი მხოლოდ დამსაქმებლის კეთილნებაზეა დამოკიდებული სამწუხაროდ. თიკო, რა გახდა სტუდენტების მოთხოვნის და თქვენი საკანონმდებლო წინადადების მიზეზი? საინტერესო, რამდენად ხშირად ხდება, რომ სტაჟირება გავლილ პირს ამის დამადასტურებელ დოკუმენტს არ აძლევენ? დიახ, ასეთი ფაქტები მრავლადაა, ამას ადასტურებს კვლევაც, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ 3 სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა. გამოვკითხეთ 1000-მდე სტუდენტი და გაირკვა, რომ დიდ უმრავლესობას 3 ან 6 თვიანი მუშაობის შემდეგ დამსაქმებლებმა არ მისცეს სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩატარდა საპროტესტო აქციებიც, სახელწოდებით სტაჟიორი 21 საუკუნის მონა. ამ აქტივობის შემდეგ ჩვენ საკანონმდებლო წინადადება მოვამზადეთ და მივმართეთ პარლამენტს. რეაგირება უკვე დაწყებულია და დაახლოებით 10 დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით საკითხს მხარი დაუჭირა. დაველოდებით თემის სხვა კომიტეტში განხილვას. იმედი გვაქვს, რომ პროცესი არ გაჭიანურდება და სტუდენტების მოთხოვნა მალე დაკმაყოფილდება. ძალიან დიდი მადლობა თიკო ნიბლოშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დაადგეს კიდევ ერთი თემა კრემლში რუსეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ვლადიმერ პუტინმა დოკუმენტის ხელმოწერა ჟენევის დისკუსიებს დაამთხვია. თემაზე ქეთი ჩოხელი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ქეთი, რას ითვალისწინებს შეთანხმება? უპირველეს ყოვლისა აღნიშნავ, რომ შეთანხმებას ლეგიტიმურად მხოლოდ რუსეთი აღიარებს. ხელშეკრულების თანახმად მოსკოვი საკუთარ თავზე იღებს ეგრეთ წოდებული საზღვრების დაცვას. იქნება თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცე. ამიტომ დე-ფაქტო რესპუბლიკის ცალკეული სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევა. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მოსკოვის მხრიდან აღქმული იქნება როგორც რუსეთზე თავდასხმა. მოხდება საბაჟო ორგანოების ინტეგრაცია. ამას გარდა ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთში ხელფასებისა და პენსიების ზრდას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 91%-ს აფინანსებს. რუსეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების განსახორციელებლად კრემლი 2016 წელს დამატებით 1 მილიარდი რუბლის გამოყოფას გეგმავს. მე შეგახსენებ, რომ ანალოგიურ შეთანხმებას მოსკოვმა გასული წლის ნოემბრის ბოლოს აფხაზეთთანაც მოაწერა ხელი. თუმცა დე-ფაქტო ცხინვალთან გაფორმებული ხელშეკრულება უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს. თიბილოვისა და პუტინის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერა ჟენევის მოლაპარაკებებს დაემთხვა. მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი რეგიონში უსაფრთხოებისა და ძალის გამოუყენებლობის საკითხებზე. ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო ფორმატის შენარჩუნება და უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთთან დიალოგის გაგრძელება. და მაკა დღეს ჟენევის ფორმატში რიგით 31 შეხვედრა გაიმართა, რაიმე ხელშესახები პროგრესის მოლოდინის საფუძველი კვლავ ნაკლებია. ქეთი, დასავლეთი რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებებს არ აღიარებს, რაც თავადაც აღნიშნე, რაც აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების წევრები და ასევე საინტერესოა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. საქართველოს საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების ხელმოწერა დაგმო. მთავრობის წევრები მიიჩნევენ, რომ კრემლში დღეს გაფორმებული შეთანხმება ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და როგორც ჩვენ აღნიშნე, ამ ხელშეკრულებას არ აღიარებს არც საერთაშორისო თანამეგობრობა. რუსეთსა და ცხინვალს შორის შეთანხმების გაფორმება ეწინააღმდეგება რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს. ასე გამოეხმაურა ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ფედერიკა მოგერინი დღეს კრემლში ხელმოწერილ დოკუმენტს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ კი მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უარი თქვა საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობაზე. მოსალოდნელია, რომ დასავლეთი, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიულ პრობლემებთან დაკავშირებით რუსეთის
მიმართ კვლავ მოთმინების სტრატეგიას გააგრძელებს. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტოლოგის ბჟეზინსკის მოსაზრებით, უკრაინის კრიზისი გარიგებით უნდა გადაწყდეს, რომელიც პრეზიდენტ პუტინს რამე სარგებელს მოუტანს. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, მთავარი თემით და სტუმრებით უკვე რეკლამის შემდეგ მეორე ბლოკში დავბრუნდებით, დაგველოდეთ. თავი თემით ბრუნდებით ეთერში, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უსამართლობაა სპეცრაზმელი დაისაჯოს იმისთვის, რაც მას არ დაუგეგმავს. პრემიერ-მინისტრმა ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს გახსნაზე შეკრებილ პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს 24 საათიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ხშირად სპეცრაზმელის და პოლიციელის საქმიანობას მოქალაქეები და პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ აფასებენ და მათი მისამართით გაუგებარი ბრალდებები ისმის. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, მე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ტყვიაზე მიდიხართ და საკუთარ სიცოცხლეს არ ზოგავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. მაგრამ თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ თქვენი ხელმძღვანელი უნდა იყოს პასუხისმგებელი და არა თქვენ, რომლებიც ასრულებთ ამ დავალებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მან დააზუსტა, რომ უკანონობა და დანაშაული არავის ეპატიება. აქ საუბარია იმაზე, თუ კონკრეტულ სიტუაციაში რაიმე კანონია დარღვეული, ჩვენ უნდა მივაკვლიოთ კანონის დარღვევის სათავეს. თუ ვინ დაარღვია კანონი? თქვენ მოქმედებდით კანონის შესაბამისად და სხვამ გამოიყენა თქვენი მოქმედება უკანონოდ, თუ კონკრეტულ დანაშაულში თქვენც მიგიწვით ბრალი. დამნაშავე არ უნდა დავსაჯოთ, ეს არავის უთქვამს და არც იტყვის. პრემიერმა განცხადება გააკეთა იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ კორტების სპეცოპერაციისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სპეცრაზმელებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სპეცრაზმელების მიმართ უარყოფითი განწყობილებების გაძლიერება დაიწყო 2004 წლიდან, როცა გლდანში მდებარე ეკლესიაში შეკრებილი მრევლი სპეცრაზმელების სისასტიკის მსხვერპლი გახდა. სპეცრაზმელების სისასტიკე გამოვლინდა კორტების სპეცოპერაციის 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების დარბევის დროს. 2013 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი პოლიციის შესახებ, რომელმაც შეცვალა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას მკაცრი ჩარჩოები დაუწესა. რა იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სპეცრაზმელს, რომელიც ზემდგომის უკანონო ბრძანებას ასრულებს, უნდა დაისაჯოს, თუ მასზე კანონის მოთხოვნა არ ვრცელდება. ეს ხშირად გამხდარა კამათის საგანი და ამ თემაზე დღესაც არ არსებობს კონსენსუსი. მხოლოდ იმის განცხადება, რომ კანონი უნდა შესრულდეს, არაფერს ნიშნავს, რადგან ხშირად ბუნდოვანი რჩება თავად კანონის აღსრულების მექანიზმი. თავარ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი ქალბატონი სოფო კილაძე და გია იაკობაშვილი, ჟურნალისტი და 2030-ის წევრი. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ სტუდიაში. ქალბატონო სოფო, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება, საინტერესოა, როგორ რეგულირდება კანონით ეს სფერო, უნდა დაისაჯოს თუ არა სპეცრაზმელი, რომელიც უკანონო ბრძანებას ასრულებს. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. თქვენს კითხვაზე პასუხს ძემს ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც 2013 წელს დაამტკიცა პარლამენტმა და ამ კანონის მიხედვით წესით პოლიციელი უნდა დაემორჩილოს ზემდგომის ბრძანებას. თუმცა არსებობს გამონაკლისი ამ შემთხვევებიდან. თუ ზემდგომის ბრძანება შეიცავს აშკარა სამართალ დარღვევას, ამ შემთხვევაში პოლიციელი ვალდებული არის არ შეასრულოს ეს ბრძანება, შესაბამისად მან უნდა მიმართოს გენერალურ ინსპექციას და დაიწყება შესაბამისი პროცედურები. რა არის აშკარა სამართალ დარღვევა და როდის არის ეს სახეზე? ამას შესახებ კანონი განსაზღვრავს, რომ გადამწყვეტი არის ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვა. ანუ ნებისმიერი ობიექტური ადამიანი მის ადგილზე ჩათვლიდა, რომ ეს სამართალ ესე ვთქვათ, ქმედება მისი ზემდგომისა არის სამართალ დარღვევა. ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, რამდენად იცნობს და ადეკვატურად აფასებს საზოგადოება სპეცრაზმელის საქმიანობას? დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი შეფასება რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება. ალბათ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებაში ამ მხრივ ამ კუთხით ამ სფეროს შესახებ მხოლოდ ნეგატივი მოდიოდა, არ მოდიოდა, არამედ ჩვენ ამას ყველაფერს ხედავდით ხოლმე. მე არ გამოვრიცხავ, რომ აი ეს ნეგატივი სწორედ გამიზნულად კეთდებოდა საზოგადოებაში ამის მიწოდება, რომ ხალხში ახმული ყოფილიყო სპეცრაზმი მხოლოდ როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტი.
თუმცა აპრიორი გასაგებია სულ ყველაფერი, რომ სპეცრაზმი არ არსებობს იმისთვის, რომ დაარბიოს და დაშალოს მიტინგები. მას სხვა ფუნქციებიც გააჩნია. ეს არის ანტიტერორისტული და სხვა სახის ოპერაციები, რომლებიც შეიძლება გასაგები მიზეზის გამო ხანდახან, თუმცა ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. არა და ამ დროს ჩვენ სულ ყველას ნანახი გვაქვს დასავლეთში გადაღებული ფილმები, რომელიც პროპაგანდას უკეთებს, ამას წარმოაჩენს მის ფუნქციებს, აჩვენებს და ყველაფერს დადებითი კუთხით უჩვენებს საზოგადოებას. რეალურად რაც არ, ну ჩვენსკენ ჯერჯერობით მხოლოდ ნეგატივი მოდიოდა, ამდენად საზოგადოებაში მხოლოდ ნეგატიური განწყობილება არსებობს შემიძლია. კი ბატონო, რამდენიმე წუთში უკვე სტუმართან ერთად დაუბრუნდებით, მანამდე კი ამავე თემაზე მოვისმინოთ, რას ფიქრობენ იურისტები. როგორც წესი, აბსოლუტურ უმრავლესობაში შემთხვევებისა სპეცნაზელი არ უნდა დაისაჯოს. არა თუ არ უნდა დაისაჯოს, ის უბრალოდ მან მონაწილეობაც კი არ უნდა მიიღოს სამართალწარმოების პროცესში. როგორც წესი, მას არ აქვს ვალდებულება გაარკვიოს დამნაშავეა თუ უდანაშაულო პიროვნება, რომლის წინააღმდეგაც მას გამოიყენებენ. ჩვენი კანონმდებლობა დასჭადად არ აცხადებს ქმედებას, როდესაც პირმა არ იცის და არც უნდა სცოდნოდა ბრძანების უკანონობის შესახებ. შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზა ამისი არსებობს და შესაბამისად საგამოძიებო ორგანოებს რჩევათ ერთადერთი რამ გამოსაკვლევი იცოდა თუ არა პირმა, ასე ვთქვათ, ბრძანების უკანონობის, აშკარა უკანონობის შესახებ. თუ არის აშკარად უკანონო, არანაირი გამართლება არ აქვს ადამიანის მოკვლას, არავითარ წინააღმდეგობას ის არ უწევს, ეს უკვე სხვა შემთხვევაა, მაგრამ როგორც წესი ზოგადის ფორმულირება არის ასეთი, რომ სპეცრაზმმა უნდა შეასრულოს ბრძანება. განვაგრძობთ საუბარს სპეცრაზმელების პასუხისმგებლობაზე და შემოგვერთა გენერალთა კლუბის თავმჯდომარე ბატონი კობა კობალაძე, რომელმაც გერმანიაში მარშალ ცენტრში ანტიტერორისტული კურსი გაიარა. ბატონო კობა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო. პირველი შეკითხვა ბუნებრივია თქვენთან მექნება. სპეცრაზმელები ექსტრემალურ ვითარებაში მოქმედებენ, რასაც ხშირად საქართველოს მაგალითად შეგვიძლია ვისაუბროთ, საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვება. საინტერესოა თქვენი პოზიცია, როგორ უნდა მოიქცეს სპეცრაზმელი, რომელსაც ეჭვეპარება ზემდგომის ბრძანების ისტორიაში და კანონიერებაში. კი ბატონო, მადლობთ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. სწორედ მინდა გამოსაზღვროთ ერთი რამე, რომ თვითონ სპეცრაზმელი არის, სპეცრაზმელი არის პროფესიონალურად მომზადებული და მოტივირებული მებრძოლი, რომელსაც განკარგულებით განესაზღვრება კონკრეტული ამოცანა და სამოქმედო არეალი. სამოქმედო არეალი, რომელიც უნდა იყოს იზოლირებული პირველადი გეგმის შესაბამისად და სპეცრაზმელს მიეცეს დასმული ამოცანის კომფორტულად შესრულების საშუალება. მან კონკრეტულად იცის მან რა ამოცანაა მის წინაშე დასმული და წინასწარი ტრენინგების პერიოდში გადიან შესაძლო განვითარების სხვადასხვა ვარიანტს. აქედან გამომდინარე სპეცრაზმელი, რომელიც უკვე არის სამოქმედო არეალში და კონკრეტულად ამოცანას ასრულებს, მას არ შეიძლება გაუჩნდეს სადისკუსიო თემები ადგილზე. კი ბატონო, ქალბატონო სოფო 2013 წელს თქვენ განაცხადეთ, რომ პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი. საინტერესოა, რა შეიცვალა ამ კანონით იგივე, ვთქვათ, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების რეგულაციებში? ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ წინა ისტორიის შესახებ, როგორც მოგახსენებათ, ჩვენ გვქონდა 1993 წლის კანონი პოლიციის შესახებ, თუმცა უნდა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს კანონი იყო აბსოლუტურად ბუნდოვანი. არ იყო განსაზღვრული არც უფლებები, მკაცრად, არც მოვალეობები პოლიციელისა ზოგადად და ბუნებრივია, რადგან სპეცრაზმელი არის პოლიციელი, შესაბამისად არც სპეცრაზმელისთვის არ იყო ეს უფლება-მოვალეობები განსაზღვრული. სწორედ ამან გამოიწვია საჭიროება იმისა, რომ 2013 წელს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი. ამ ახალი კანონის მიხედვით განსაზღვრული არის, მკაცრად არის განსაზღვრული უფლებებიც და მოვალეობებიც, რაც არ იძლევა ფაქტობრივად ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და თუ რა თქმა უნდა რომელიმე პოლიციელმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ის იქნება პასუხისმგებაში მიცემული კანონის სიმკაცრით. შესაბამისად ძალიან კარგად არის განსაზღვრული ეს ყველაფერი 2013 წლის პოლიციის შესახებ ახალ კანონში. კი ბატონო, ბატონო გია, რამდენად არის თქვა კანონის მიღება საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოება მომავალში თქვა არ იქცეს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების მსხვერპლად? კანონი ზოგადად არის საზოგადოების დაკვეთა, იყოს რაღაც თამაშის წესები გარკვეულ სფეროებში. კანონი არის მიღებული, თუმცა მხოლოდ კანონის მიღება რა თქმა უნდა არასოდეს პრობლემას არ წევს, დამატებით საზოგადოებრივი კონტროლი არის საჭირო, ამისათვის არსებობს ინსტრუმენტები, ამისათვის არსებობს იგივე გენერალური ინსპექციები, იგივე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები, იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე რა თქმა უნდა მედია, სოციალური ქსელები, საზოგადოებრივი აზრი, ანუ მხოლოდ კანონის მიღება
თუ ჩვენ იმით დავკმაყოფილდებთ, რომ კანონი მიღებულია და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ეს ალბათ ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ბატონო კობა, სპეცრაზმელების მოქმედების როგორი სტანდარტია ზოგადად დასავლეთის ქვეყნებში? მე მოგახსენებთ, სპეცრაზმელის მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია მისი მოქმედების მოულოდნელობის და სისწრაფის პრინციპზე. აქედან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ ძლიერი მექანიზმი, რომელსაც განკარგავს ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლობა, ხომ, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელობის. და როდესაც ეს მექანიზმი მოდის მოქმედებაში, მას მოქმედებაში მოყვანამდე აქვს, რა თქმა უნდა, უდიდესი სავარჯიშო პერიოდი, სადაც შესაძლო განსავითარებელ ვარიანტებს კიდევ გვიმეორებთ, გადიან ისინი და გარკვეულწილად პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი ეკისრება ზუსტად იმ პირებს, რომელმაც განსაზღვრა ამ პირადი შემადგენლობის მოქმედებაში მოყვანა. კი ბატონო, ბოლო შეკითხვა სამივესთან მაქვს, ქალბატონო სოფო, თქვენი დავწყოთ, თუ შეიძლება წინა ხელისუფლების პირობებში სპეცრაზმელებს ძალიან ბევრი ისეთ ოპერაციაში მოუხდათ მონაწილეობის მიღება, რაც შემდგომ უკვე კანონთან წინააღმდეგობაში აღნიშნა. ეს ხომ არ ნიშნავს პრემიერის ეს განცხადება ხელისუფლების, თქვათ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ მათ იურიდიული პასუხისმგებლობა უბრალოდ არ უნდა დაეკისროთ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ეს უკაცრავად პრემიერის ეს განცხადება უნდა განვიხილოთ საერთო კონტექსტიდან გამომდინარე. წინებით თქვა მან ის რაც განაცხადა, ეს არის ასპინძაში გაიხსნა ახალი, ასე ვთქვათ, ქვედანაყოფი ერთ-ერთი სპეცრაზმისა და შესაბამისად ბატონმა პრემიერმა მიმართა ამ სპეცრაზმელებს. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს და საზოგადოებას არაერთხელ მოусმენია ბატონი პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა საქმეებზე დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით, რაც რა თქმა უნდა სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებში ჯდება და ვფიქრობ, რომ ეს ორი განცხადება, ესე ვთქვათ, ერთმანეთს არ გამორიცხავს. ანუ ფაქტობრივად მართალია სპეცრაზმელებს უნდა ვცეთ პატივი, ის ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, ბუნებრივია, თუმცა მეორე მხრივ არიან დამნაშავეები, რომლებიც უნდა დაისაჯონ მთელი სიმკაცრით კანონის და ამის შესახებ პრემიერმაც არაერთხელ განაცხადა. გია. ახლა შედარება მინდა გავაკეთო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ზოგადი შეფასება დადებითი როგორც ინსტრუმენტის და არანაირად არაფასებს დადებითად იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც კანონდარღვევებში ღებულობდნენ მონაწილეობას. მე უბრალოდ მინდა ეს თქვა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო მანქანა იყო საზოგადოების წინააღმდეგ, მაგრამ საზოგადოებას სახელმწიფოებრივაზე უარი არ უთქვავს. ამდენად მთლიანობაში არის სპეცრაზმი აუცილებელი ინსტრუმენტი დადებითი მოვლენა, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან რა თქმა უნდა არათავისუფლებს ის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უკანონობაში მიიღებენ მონაწილეობას. ბატონო კობა, ხომ არ ნიშნავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს იურიდიული პასუხისმგებლობა უბრალოდ არ უნდა დაეკისროთ? არა, პირიქით, იცით, პრემიერმა ზუსტად განსაზღვრა ის, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ იმ პირებმა, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლებამოსილება კონკრეტული ამ შემადგენლობის მოქმედებაში მოყვანის საშუალება. იმიტომ რომ ჩვენ გქონდა სამწუხარო მაგალითები, როდესაც არასწორ დაგეგმარებაზე ისჯებოდნენ რიგითები და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა, ან ხელმძღვანელთა შემადგენლობა ეს საჩუქრდებოდნენ მედლებით. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია ის პოზიცია, როდესაც პრემიერი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის სიმძიმეს ზუსტად იმ მოხელეებზე, რომლებსაც პირდაპირ ევალებათ ისევ გეუბნებით ამ მექანიზმის მოქმედებაში მოყვანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ გადამეტებაზე ვინმე გადამეტების მუხლი ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. კობა კობალაძე, გენერალთა კლუბის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და გია იაკობაშვილი იყვნენ გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები. ჩვენ ხვალ ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით მშვიდ ღამეს გისურვებთ.